ვარშავის სამიტზე ნატომ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის იყო ბალტიისპირეთის ქვეყნებში და აღმოსავლეთ პოლონეთში ნატოს 4 ბატალიონის განლაგება, რაც დაახლოებით 3-დან 4000-მდე ჯარისკაცია. ამ ფონზე ნატოსა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება თითქოს დღითი დღე მატულობს. მოსკოვმა კალინინგრადში S-400 ტიპის სარაკეტო სისტემები განალაგა, რომლებსაც მცირედი მოდიფიკაციის შემდეგ ბერლინამდე შეუძლია მიღწევა. ვაშინგტონში ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნატო რუსეთის შეკავებას ცდილობს, ევროპის დასაცავად ეს საკმარისი მაინც არ არის. ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი ხორხე ბენიტესი ამბობს, რომ რუსეთის ჯარი ზომით და ტექნიკის რაოდენობით ნატოს აღემატება. რუსეთის ჯარს ბევრი გამოწვევა აქვს, გადასალახი იქნება ეს სამხედრო მოდერნიზაციის ნაკლებობა, კორუფცია, მართვისა და კონტროლის სისტემაში გაუმართავობა, მოძველებული ტექნიკა თუ სხვა. ბენიტესი ამბობს, რომ ამ გამოწვევების მიუხედავად რუსეთის ჯარი ძლიერდება. ისეთი ძლიერები არ არიან როგორც თვითონ სურთ, მაგრამ უდავოა, რომ რუსეთის შესაძლებლობები უმჯობესდება. ისინი იხვეწებიან. მაგალითად, კალიბრის ტიპის რაკეტების გამოყენება მათ არაფერში სჭირდებათ, მაგრამ ისინი გამოიყენეს იმისთვის, რომ მსოფლიოსთვის საკუთარი შესაძლებლობები ეჩვენებინათ. ნატომ უნდა შეწყვიტოს იაფფასიანი შეკავება და დაიწყოს პროპორციული რეაგირება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაოდენობაში დაეწიოს რუსეთს. რუსეთმა უნდა დაინახოს, თუ რამდენად ძვირი შეიძლება დაუჯდეს ევროპის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორის მოადგილე ჯეფრი რატკი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნატოს ჯარი ისეთი მრავალრიცხოვანი არ არის, როგორც რუსეთისა, ალიანსს საკუთარი თავის დაცვა უდავოდ შეუძლია. მნიშვნელოვანია ის, რომ ნატო უწყვეტად აფასებს საკუთარ სიძლიერეებსა და სისუსტეებს და შემდეგ ამ სისუსტეების დაძლევას ცდილობს. ალიანსს ხშირად რაღაცა დრო სჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად. ამჯერად ნატოს მოქმედებისკენ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ უბიძგა. მიუხედავად ყველაფრისა, ნატოს საკუთარი ტერიტორიის დაცვა უდავოდ შეუძლია. ამერიკის ყოფილ ელჩს ნატოში კურტ ვოლკერს მიაჩნია, რომ რუსეთის სამხედრო უპირატესობის გამოცხადება ასე მარტივად არ უნდა მოხდეს. მისი თქმით, ნატოს სიძლიერე ერთობაშია. ჩვენ არ გვჭირდება რუსეთს ჯარისკაცების ან ტექნიკის ერთეულების რაოდენობაში შევეჯიბროთ. რუსეთი ძალიან დიდი ქვეყანაა და საკუთარ ტერიტორიაზე იმყოფება. რა თქმა უნდა, მას ძლიერი ჯარი ეყოლება. მთავარი ის არის, თუ რამდენად შეუძლია ნატოს სრული სამხედრო პოტენციალის მობილიზება. ნატოს წევრების უმრავლესობა რუსეთზე გაცილებით ძლიერია ეკონომიკური თუ პოლიტიკური წონის თვალსაზრისით და ზოგადი სამხედრო შესაძლებლობებით. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან საზღვარზე ნატოს ჯარების შეზღუდული რაოდენობაა განლაგებული, დასავლეთთან სამხედრო კონფლიქტზე რუსეთი ძალიან ფრთხილად დაფიქრდება. ექსპერტები, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს აღიარებენ, თუმცა აცხადებენ, რომ მოსკოვში იმის ფიქრი, რომ რუსეთი ნატოზე ძლიერია, ისტორიული მასშტაბის შეცდომა იქნება. ია მეორმეშოლე, ამერიკის